და ხომ არ იცით თქვენ აი სარიელი ეკრანი იყო ჩვეულებრივად და აბა რა შეკითხვები გაქვთ დრო რო არ დავკარგოთ? უკაცრავად ქავატონმა მედიამ გითხრა რომ ფიბონაჩი და ვერ გავიგეთ ბატონო გაგითხრათ? რა ფიბონაჩის რიცხვები არ შედისო და ვერ გავიგეთ საბოლოოდ შედის თუ არა. შეიძლება შევიდეს რატო არ ვიცი. ესე იგი ეს სამი თემა შევა. რა მნიშვნელობა აქვს ფიბონაჩის? უნდა დაამტკიცოთ მათემატიკური ინდუქციის მეთოდით. მაშინ გავაზია რა ვქნა, როგორ არავინ არ იცით, ხო, როგორ უნდა იმის გაზიარება. აი ადრე ვაზიარებდი და მაქვს მე მოწყობილობა და მე თვითონ ვწერდი. ქვემოთ 3 წერტილი რო არის მორსა და წერია, მანდ არის წესით whiteboard-ი. ხო, აი ჩემთან პირდაპირ წერია whiteboard-ი. სად არის share? აი მორში? whiteboard. ხო, new whiteboard. აი მადლობა. ადრე იქ იყო share. ბიჯების რო გავაკეთოთ შეიძლება? აი რა გინდათ კონკრეტულად მითხარით? აი ბიჯების დათვლას ვერ ვაკეთებ კარგად და ერთი მაგალითი რომ რაზე რეკურსიულ ალგორითმში? ალგორითმები, ახლა ალგორითმი რო გავაკეთოთ ერთი. აბა რომელი გავაკეთოთ, რომელი გინდათ? ისეთი აი ყველა წევრი რო ენზეა დამოკიდებული. ხო, თხული. აი მაგალითად რა ვიცი, აბა მიკარნახებთ თუ აი ესეთი იყო. გაიცა ნუ ჭღაპნეთ რა. აი ესეთი იყო n-1-ის ესა. ეხლა ესა დაჩი რა გინდა? აფეი დავეჭირე. მაშინ ეს ვერ გავიგე. წავშლი ყველაფერს და დავწერ თავიდან. ესე იგი, არა ეს არ მინდა. მე ხარ არ ხდები. ჩვეულებრივად მინდა აი ესე fn-ი, აი ვთქვათ ესეთი გვაქვს fn-ი n-1-1-თან, ესეთი გაკეთებული გვაქვს მე მგონი. პლუს n-1 2-თან, პლუს და ასე შემდეგ, პლუს n-1 n-თან. ეხლა ვინ რას აკეთებს? არ გინდათ რომ ჩავატაროთ? არ გინდათ რომ ჩავატაროთ? რატომ რაღაცას იმაშვებით, არ ვიცი. მის მენ თაკა ხართ? დიახ. ბავშვები შემოუშვათ ნებართვარებით. დაჩი რა გინდა? არაფერს არ ვაკეთებ რა გინდათ. აბა რატომ იწერება შენი გვარი და? მე გავაზიარე დაფა და მაგიტო. და რატო გააზიარე? დაფა ხო გინდოდათ? ხო, მაგრამ მე ჩავრთე უკვე ის დაფა და კარგი, აი ესე გვაქვს. აი ახლა ისევ სადღაც მიდის ეს ნაწერი და არ მინდა შენი გაზიარებული, ხომ ვწერდით ჩვეულებრივად. აი მე რა მოხდა? ეხლა უკვე ვეღარც ამ მორით ვაზიარებ. არ ვიცი.
ხო. აღარავინ აღარ ისაკნას. ესე იგი, აი ესეთია, n-1-ია, 1 1-თან პლუს და ასე შემდეგ პლუს 1 n-თან, ხო? ეხლა ეს fn-ი უნდა წარმოვადგინოთ რეკურსიულად fn-1-ის საშუალებით, ხო? აი fn-ი და fn-1 უნდა იყოს ერთმანეთზე დამოკიდებული. ამიტომ ეს ცხადად არ ჩანს, ხო? ამიტომ მოდი fn-1 დავწეროთ. რა იქნება fn-1? აბა მითხარით ჩქარა. სვამთ n-ის ნაცვლად n-1-ს, ესე იგი რა იქნება აქა? რა იქნება? n-2 n-2 და აქ იქნება ბოლო იქნება n-1 ბოლოს წევრი იქნება n-1 და აქაც ამის წინა წევრი არის n-1, ხო? ეს ხო გასაგებია. ეხლა შეხედეთ, აი ეს ფრჩხილებში მოთავსებული გამოსახულება, მოდი აი ესე დავწერ მისთვის რომ არ ვწერო ბევრი, რას უდრის? აი აქედან მეორე განტოლებიდან რომ გამოვსახოთ. ხომ არის fn-1 შეფარდებული n-2-თან. არის ესე? მეთანხმებით? დიახ. კარგი, ესე იგი fn-ი რა იქნება? fn-ი იქნება n-1 გამრავლებული. აი ახლა აი ამის ნაცვლად სვამთ ამას. აი ეს არის ის, რაც ჩვენ გამოვყავით ოვალი, ხო? ესე იგი იქნება fn-1 შეფარდებული n-2-თან პლუს 1 შეფარდებული n-თან. აი ესეთი დამოკიდებულებაა რეკურენტული, ხო? აი ეს არის რეკურენტული თანაფარდობა. ესე იგი f-ი n პარამეტრი ასეთნაირად არის დამოკიდებული f-ზე n-1 პარამეტრიანზე. გასაგებია? ხალხამდელი ბავშვები ვერ შემოდიან და რა შემოვუშვათ. დიახ. მითულ ხარი. შემოდიან ახლა? შემოვიდნენ? კი. კარგი, ეხლა უნდა დავწეროთ ჯერ ალგორითმი, ხო? ალგორითმი, რომელიც აი ამ რეკურენტული თანაფარდობის საფუძველზე გამოითვლის fn-ს. ჩვენ გქონდა ეს იტერაციული თავიდან. და ისეთი ალგორითმი უნდა დავწეროთ, რომ სწორი იყოს, რომ ეს აი ამას წავშლი ახლა, რომ ეს იტერაციული ალგორითმი, რასაც გვაძლევდა, იგივე შედეგი მოგცეს. ამას ვწერთ ჩვენ თვითონ, როგორც ჩვენ გვინდა. წერთ ფსევდოკოდს, ხო? ფსევდოკოდს წერთ. ეს მინდა წავშალო. ფსევდოკოდს წერთ. აი, დავიწყოთ დაწერა. ამის დაწერა იცით, ხო ალბათ? აი პირველი. როგორ წერთ? თუ n-ი უდრის 1-ს, მაშინ რა გავაკეთოთ? აბა მითხარ. ბატონო? დააბრუნე 0. მაშინ ამას ჩვენ თვითონ წერთ და რაც აქ წერია, იმას ვაბრუნებინებთ, ხო? დააბრუნე 0 და დაასრულე ალგორითმი, ხო? ეხლა აქვე, აი ამ პირველივეშიც დავწეროთ n-ი უდრის 2-ისთვისაც, იმიტომ რომ აი აქ n-ი უდრის 2 მაქვს და აქ მაშინ მაქვს ნიშნელში მაქვს და n-ი უდრის 2-ისთვისაც გავაკეთოთ, ცალკე გამოვყოფ ამ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში შეიძლება არ დამჭირდეს. თუ n-ი უდრის 2-ს რაო? რა ქენიო? დააბრუნე რაო? დააბრუნე უკვე წერად რა დააბრუნოს თუ n-ი უდრის 2-ს? რა იქნება? აქ 2-ს რო ჩავსვამთ 1 იქნება და 1-ს პლუს 1 მეორედი იქნება, ხო?
ხო? ესე იგი ეს ხომ არის n-ი 2-ისთვის. n-ის ნაცვლად ვსვამთ 2-ს. პირველ თანამამრავლში იქნება 1 და აქ იქნება 1 შეფარდებული 1-თან პლუს 1 შეფარდებული 2-თან, ხო? და ესე იგი დააბრუნე 3 მეორედი და დაასრულე ალგორითმი. გასაგებია? ეხლა მეორე პუნქტი. თუ n-ი მეტია 2-ზე, მაშინ რა გააკეთოს? გასაგებია, აქ შეკითხვა ხომ არა გაქვთ? არა. თუ n-ი მეტია 2-ზე, რა გააკეთოს? ეხლა აი ამას ვუყურებთ, აი ამ რეკურენტულ თანაფარდობას და ამის მიხედვით წერთ, ხო? როგორც გინდათ, თუ გინდათ ჯერ დაწერეთ n-1 გავამრავლოთ იმაზე, ან გამოვითვალოთ ულამაზოდ ვწერ, მაგრამ მთავარია აზრი ხო გაიგეთ. გამოვითვალოთ f-ი n-1-ში, გავყოთ n-2-ზე, მივუმატოთ 1 შეფარდებული n-თან და გავამრავლოთ მიღებული შედეგი n-1-ზე. გასაგებია, ხო? ესეთი ფსევდოკოდი დავწერე ალგორითმის. ეხლა უნდა დავამტკიცო, რომ ეს ალგორითმი პირველ რიგში უნდა დავამტკიცო, რომ ეს ალგორითმი სწორად მუშაობს, კორექტულია. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ მე რო ეს რეკურენტული თანაფარდობა დავწერე, ამ რეკურენტული თანაფარდობის საფუძველზე მე რომ ალგორითმი შევადგინე, ის ყოველი n-ისთვის იგივე შედეგს უნდა მაძლევდეს, რასაც აი ეს იტერაციული გამოსახულება. გასაგებია? და ეხლა მინდა დავამტკიცო, რომ ეს ალგორითმი კორექტულად მუშაობს და ამას ვამტკიცებ მათემატიკური ინდუქციის მეთოდით. აი შევეცდები აქ ჩავედიო. მათემატიკური ინდუქციის მეთოდი რაში მდგომარეობს? აბა ვინმე ტყვის პირველი. რას ვაკეთებ? n-ი უდრის n-ი 1-ის უდრის 1-ისთვის. მნიშვნელობას. ხო, აი ვამტკიცებ ამას n-ი უდრის 1-ისთვის. აქ n-ი უდრის 2-ისთვისაც უნდა დავამტკიცო. აი n-ი უდრის 1-ისთვის. რას მეუბნე? მოვედი ამ ალგორითმთან. რას მეუბნება? თუ n-ი უდრის 1-იო, დააბრუნე 0-იო. ხო, ეხლა აქ ვუყურებ n-ი უდრის 1-ისთვის. ხედავთ ხო ჩემს კალამს? თუ ვერ ხედავთ? თუ n-ი უდრის 1-იო, აქ რას მივიღებ პასუხს? 0-ს მივიღებ აქაც. ესე იგი, n-ი უდრის 1-ისთვის ჭეშმარიტი ყოფილა. ეს თუ შეიძლება წაშალეთ, ეს თუ შეგიძლიათ რომ დახატეთ. მე ეხლა n-ი უდრის 2-ისთვის. n-ი უდრის 2-ისთვის რას მეუბნება ეს ალგორითმი? დააბრუნეო 3 მეორედი, მაგრამ მე ხო ამის საფუძველზე დავწერე, ესეც სწორი იქნება, ხო, რომ ჩავსვამ, ხო 3 მეორედიო, აქაც 3 მეორედი და ჭეშმარიტია. ეხლა ვთქვათ, მეორე პუნქტი რა არის მათემატიკური ინდუქციის მეთოდში? დავუშვათ, რომ f-n-ი ჭეშმარიტი არის და მესამე დავამტკიცოთ f-n + 1-ის ჭეშმარიტება. დავუშვათ, რომ ეს ალგორითმი ჭეშმარიტია n-ისთვის. n-ისთვის, ან შემიძლია k-ისთვის, ნებისმიერი მთავარია იყოს დავუშვა რაღაცა პარამეტრისთვის ჭეშმარიტება და დავამტკიცო 1/11-ისთვის ჭეშმარიტება, მომდევნოსთვის ჭეშმარიტება. რას ნიშნავს, რომ ალგორითმი ჭეშმარიტია n-ისთვის? ეს ნიშნავს, რომ ამ ალგორითმში რო ჩავსვამ n-ს, იგივე შედეგი უნდა მომცეს, რაც ამან. ესე იგი, f-n-მა უნდა მომცეს ეს შედეგი. n-1, 1 შეფარდებული 1-თან პლუს და ასე შემდეგ, პლუს 1 შეფარდებული n-თან. აი დავუშვათ, რომ n-ისთვის აი ამას მაძლევს და მესამე უნდა დავამტკიცო, რომ n + 1-ისთვის მომცემს რა შედეგს? მომცემს აი n + 1 რო ჩავსვა. თუ შეიძლება წაშალეთ რაღაცა. წაშალეთ თუ შეიძლება. ერშლით.
n+1-ისთვის უნდა მომცეს, ესე იგი, აქ რო ჩავსვამ n+1-ს, მადლობთ. აი, n-ი, ხო, აი აქ რო ჩავსვი n+1, აი ამ მოთხუთხედში, n-ი, ერთი შეფარდებული 1-თან პლუს და ასე შემდეგ პლუს ერთი შეფარდებული n-თან პლუს ერთი შეფარდებული n+1-თან. აი ეს შედეგი უნდა მომცეს n+1-ისთვის. გასაგებია, ხო? მოდი ახლა აი აქ ქვემოთ დავამტკიცოთ ეს მესამე n+1-ისთვის. ესე იგი, ჩავსვით n+1, მოვედით ამ ალგორითმში და n+1 ჩავსვით. ახლა n+1 ერთს ვერ უდრის, ხო? ერთს არ უდრის და არც ორს უდრის. n+1 ორს რო უდრის, n-ი ერთს უდრის. ანუ n+1 მეტია ორზე. ხო? რაც ჩემი ნიშნა ეს ჩემი აგებით, იმიტომ რომ n-ი უდრის 1-ისთვის და n-ი უდრის 2-ისთვის ცალკე გამოყოფილი. ამიტომ ვარ მეორე პუნქტზე. ესე იგი, მეორე პუნქტი კი მეუბნება გამოვითვალოთო f-ი n-1-ში. მაგრამ მე ხო n+1-ისთვის ვაკეთებ. ესე იგი, უნდა გამოვითვალო f n-ისთვის. შემდეგ გავყოთო n-2-ზე, ანუ უნდა გავყო n-1-ზე. მერე მივუმატოთო ერთი შეფარდებული n-იო, მაგრამ მე რადგანაც, ესე იგი, ყველგან n-ის ნაცვლად n+1-ს ვწერ და აქ გავამრავლოთ n-ზეო. აი ეს ამას მაძლევს ეს ჩემი ალგორითმი. უდრის, მაგრამ ჩემი დაშვების თანახმად f-n-ი ხომ აი ეს არის ჩემი დაშვების თანახმად იგივე შედეგს მაძლევს რაც ეს. ამიტომ შემიძლია რადგან ესე დავუშვი f-n-ის ნაცვლად ჩავსვა ეს გამოსახულება და ამიტომ მექნება ესე იგი n-ი f-n-ის ნაცვლად ვსვამ n-1 შეფარდებული აი ესა ერთი ასე ვთქვათ პლუს და ასე შემდეგ ერთი შეფარდებული n-თან და შეფარდებული n-1-ზე და პლუს ერთი შეფარდებული n+1-თან. ეხლა n-1-ები იკვეცება და აქ დარჩება n-ი ერთი მე-1 პლუს და ასე შემდეგ ერთი შეფარდებული n-თან და პლუს ერთი შეფარდებული n+1-თან. აი რისი დამტკიცებაც მინდოდა. გასაგებია? არის შეკითხვები? კითხვა მაქვს. კი ბატონო. აი პირველი შემთხვევაში თუ n-ი უდრის 2-ს, ანუ ამ შემთხვევაში რა გავაკეთეთ, ხეთ ვერ გავიგე. ანუ n-ი უდრის 1-ისთვის იყოს საკმარისი თუ რა? n-ი უდრის 2-ისთვისაც გავაკეთე, რადგანაც აი აქ მაქვს მე n-2-ზე გაყოფა, ასე მივიღე. და ამიტომ მე რომ არ მქონოდა რამე აი ესეთი 0-ზე გაყოფის შემთხვევა, აი ამიტომ დავწერე ცალკე. ეს ჩემი ნებაა, ხო, როგორ დავწერ ამ ალგორითმს. მე ვადგენ ამ ალგორითმს. ამიტომ მე ვიფიქრე, რომ ესე აჯობებდა, რომ დამეწერა n-ი უდრის 2-ისთვის ცალკე, მაგრამ ყველა f-ისთვის ესე არ არის. ზოგი უმეტესობისთვის ეს საჭირო არ არის. გასაგებია. აბა კიდევ რა შეკითხვა გაქვთ? მაშინ დავითვალოთ ახლა ბიჯების რაოდენობა, ხო? მოდი, აი მე წავშლი, აი ზემოთ წავშლი, აი ამას. აი ასე გამოვყოთ ახლა. ახლა დავითვალოთ ბიჯების რაოდენობა. ბიჯების რაოდენობა, აი აღნიშნოთ tn-ით, ხო? აი შეხედეთ, ვუყურებთ ახლა ალგორითმში ბიჯების რაოდენობას. აქ t1-ისთვის ცალკე გვაქვს და t2-ისთვისაც ცალკე გვაქვს, მაგრამ t1-ისთვის საკმარისია, რომ დავწეროთ და რას მოგცემს ეს t1.
ცოტა აქეთ დავწერთ T1. ეხლა აი ამ ბიჭების რაოდენობის დათვლაში მნიშვნელოვანია აღნიშნოთ რას ვთვლით ბიჯად. ბიჯად თუ ჩავთვლით მხოლოდ გამრავლებას, მაშინ 1 იქნება. თუ ჩავთვლით ყველა არითმეტიკულ ოპერაციას, გამრავლებას, გამოკლებას, გაყოფას, მიმატებას, მაშინ შეიძლება სხვა იყოს. პოლინომიალური თვალსაზრისით ერთი და იგივე იქნება, მაგრამ აი თვითონ რაოდენობა შეიძლება განსხვავებული იყოს. მოდით ჩავთვალოთ, ოღონდ ყოველთვის უნდა აღნიშნოთ, რას თვლით ბიჯად. მოდი ჩავთვალოთ აქა ბიჯების, ჩავთვალოთ, რომ ყველა არითმეტიკული ოპერაცია იყოს ბიჯი. ხო? აი ეს წაიშალა. იქ რა იყო ერთი შეფარდებული ნეტა, ხო? ყველა არითმეტიკული ოპერაცია იყოს ბიჯი. ეხლა თუ n უდრის 1-ს, დააბრუნე 0-იო, ხო, ჩვენ დავწერეთ, მაგრამ n უდრის 1-ისთვის რამდენი არითმეტიკული ოპერაცია შევასრულეთ? აი ფორმალურად შეხედეთ, ბატონო? 1 ეს ერთი ოპერაცია FN. შემდეგ გავამრავლეთ ეს 0, აი ეს 0. როგორ მივიღეთ? კი დავწერეთ აქ დააბრუნე 0-იო, იმიტომ რომ აქ პირდაპირ 0-ია, მაგრამ 0 გავამრავლე 1 შეფარდებული 1-ზე. ხო, ფორმალურად ხო ესე გავაკეთე. ანუ რამდენი ოპერაცია შევასრულე? 1 ბოდიში, აი ესე 1 მინუს აქ ხომ იყო ესე, ფორმალურად ხო ესე გავაკეთე. ანუ რამდენი ოპერაცია შევასრულე? 1, 2, 3. ესე იგი T1 არის 3. ხვდები, გასაგებია? დიახ. დიახ. თუ არ არის მეკითხეთ, აბა დააზუსტეთ. 1, 2, 3. კარგი, ეხლა TN-ს ვუყურებ, აი ვუყურებ მე ამას, აი ამ ჩემს გამოსახულებას. TN-ი დავღნიშნე n პარამეტრისთვის ოპერაციების რაოდენობა. ანუ აი არითმეტიკული ოპერაციების. კაი, დავიწყეთ ეხლა. Fn-1-ის გამოსათვლელად რამდენი ოპერაცია მჭირდება? FN-ის გამოსათვლელად ოპერაციების რაოდენობა მე აღნიშნე TN-ით. Fn-1-ისთვის რამდენი დამჭირდება? n-1. n-1, დიახ. ეხლა ვიწყებ დათვლას. ესე იგი, n-ისთვის 1 ეს გამოკლება, ხო? 1 ეს გამრავლება, 2. შემდეგ, აი, ნუ Fn-1 ხომ უნდა გამოვითვალო. Fn-1-ისთვის დამჭირდება Tn-1 ოპერაცია. შემდეგ, აი, ვითვლი ყველა, აი, ამ გამოკლება, გამრავლება, ეს გაყოფა, ეს გამოკლება, მიმატება და გაყოფა. ანუ დავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6 და n-1 პლუს 6. გასაგებია? პასუხი რატომ პასუხი არ არის? რა ჩავთვა? გასაგებია. ეხლა ეს არის ოღონდ რეკურენტულად, ხო? ეხლა უნდა გავხსნა ეს რეკურსია. აი ესე TN-ი ხომ არის TN-1 პლუს 6. -1 პლუს 6 უდრის, გავხსნათ, უდრის TN-2 პლუს 6 პლუს 6, ხო? კიდე შემდეგ TN-3 პლუს 6 პლუს 6 პლუს 6 იქნება, ხო რა? კანონზომიერებას ხედავთ. n-ს რამდენიც აკლდება, იმდენი 6-იანი ემატება, ხო? ესე იგი, მე მიმატებული n-1. T1-ზე რო ჩავალ, მიმატებული რა იქნება? 6 ჯერ n-1.
6 ჯერ n-1, რატომ? იმიტომ რომ 1 არის n-ს გამოკლებული n-1, ხო? და ეს უდრის 3-ს პლუს 6n-6 უდრის 6n-ს პლუს -3, ხო? გასაგებია, ხო? დიახ. კარგით, კიდე რა შეკითხვები გაქვთ? უკვე 10 წუთი დაგვრჩა და ამიტომ წავშლი ამას და კიდე თუ გაქვთ შეკითხვები, მკითხეთ. C++-ზე რომ არის საწყერი დავალებები თვითონ არა, კოდასაცია. ლაბორატორია კოდები არ იქნება. C++-ზე ამას თვითონ იმაზე ლაბორატორიულზე გექნება თამაში საკონტროლო. რო არ დაშალოთ ისე რომ უბრალოდ მოკურაში პრადი მაღლავეწიოთ დაემატება სივრცე და საწერად. ბატონო, აა ესე რომ აარწიო უბრალოდ, კარგი. მადლობა. აბა რა გინდოდათ კიდევ? ბატონო, საკონტროლო რომელ კვირაში იქნება დაახლოებით? ლაბორატორიულში? დიახ. ნუ არ ვიცი თქვენ ჩემთან მომავალ რო გამოხვალთ იმ კვირაში არ იქნება. ეხა ხო ის არის კოლოკვიუმების კვირა, მერე შემდეგ კვირაში არ იქნება. ჩემთან მე მგონი ამის შემდეგ კვირაში ვაპირებ. შეკითხვა აღარა გაქვთ? ბატონო, მარტო ფიბონაჩის რიცხვსა და რეკურსულ ნაწილს მოიცავს ალგორითმების ნაწილი შუალედურში. და რეკურსიის გახსნა. რეკურსიის გახსნაც. რეკურსიის გახსნა დამტკიცება მათემატიკური ინდუქციის მეთოდით. ფიბონაჩის რიცხვების რაღაც იმეების დამტკიცება მათემატიკური ინდუქციის მეთოდით. ეგეც ხო დააგიმტკიცებიათ, არა? ჩვენც დავამტკიცეთ და ალბათ მედეამაც, ხო? და აი ეს მესამე საკითხი, ოღონდ ორი საკითხი იქნება. მესამე არის აი ეს ალგორითმის შედგენა, აი რაც ახლა გავაკეთეთ. ალგორითმის შედგენა, მისი ისტორიის დამტკიცება და ბიჯების დათვლა. მაგრამ იქნება ორი საკითხი, ორივე ხუთქულიანი, ჯამში 10 ქულა. ჩვენ ნაწილში. აბა კიდევ რა გინდათ? რა გინდათ? მიკითხეთ რამე თუ გინდათ, თუ გაქვთ შეკითხვა. ხა უკვე 8 წუთში, 40 წუთში ვიმაშვება ეს. ბატონო? ფიბონაჩიც რო გავაკეთოთ გახსნა დათვლა. რა გინდა აბა ფიბონაჩის რომელი გინდა მიკარნახე? ჩქარა ოღონდ. მეც მაგარ. საწერილი ის ბიჯები ოღონდ დათვალოთ უბრალოდ. ბიჯებს არ ფიბონაჩიში ბიჯების დათვლა არ არის. ფიბონაჩიში დაამტკიცეთ მათემატიკური ინდუქციის მეთოდით რაღაცა. აი ვთქვათ F3n ლუწია. აი ეს დაამტკიცეთ მათემატიკური ინდუქციის მეთოდით. გავაკეთოთ ესა? თუ არ გინდათ? კი, გავაკეთეთ. აი F0 რა არის? აი ახლა ეს 10 წუთში დაიკეტება. F0 0-ია, F1 1-ია, ხო? ეს ვიცით. ეხლა დავამტკიცოთ, რომ ეს ლუწია ინდუქციით. n უდრის 1-ისთვის F3 რა იქნება? n უდრის 1-ისთვის რო ჩავსვამთ, ხო F3-ია. F3 რა არის? ეს ხო 2-ის იმის ეს თუ 1-ია, F3 2 იქნება, ხო? 2 წინას ჯამია, ხო გახსოვთ? Fn უდრის Fn-1 პლუს Fn-2. გახსოვთ, ხო ესა? ეს კი F3 2-ია, ესე იგი 1-ისთვის ჭეშმარიტია. დავუშვათ. n უდრის კასთვის ჭეშმარიტია, ან n-ისთვის სულ 1-ია და დავამტკიცოთ, ეს დავუშვათ და უნდა დავამტკიცოთ, რომ n პლუს 1-ისთვის არის ჭეშმარიტი, ხო? ესე იგი ვიწყებთ Fn პლუს 1 უდრის, მაგრამ n პლუს 1 რო ჩავსვამთ აქ, ესე იგი აი აქ მაქვს 3 n პლუს 1, ანუ
f3n plus 3-ია, ხო? 3n plus 3 ორი წინას ჯამია. ანუ რა იქნება 3n plus 2 plus თან მიკარნახეთ 3n plus 1, ხო? ეხლა კიდე დავშალოთ ეს 3n plus 2, ხო იქნება 3n plus 1 plus f3n plus f3n plus 1. აქამდე გასაგებია ყველაფერი, უბრალოდ წარმოვადგენ წინა ორის ჯამად. ეს ორი ხო არის ხლა ორჯერ f3n plus 1 plus f3n. მაგრამ ჩემი დაშვების თანახმად ეს ხო ლუწია. ნუ ლუწია აქ უნდა დამეწერა ჭეშმარიტი, ლუწია ხო რო დავუშვი და ესეც ლუწია. ორი ლუწის ჯამი ლუწირი, ორი ლუწის ჯამი ლუწია, ხო? ესე იგი n plus 1-ისთვისაც ლუწია. აქ ლუწია უნდა დამეწერა ჭეშმარიტი. გასაგებია? დიახ. და აქვთ რამე შეკითხვა, ახლა რაც არ უნდა იყოს ყველა აი ეს f-ის შემცველი, აი ესე უნდა დაშალოთ აი ამ ფორმულის მიხედვით და ნუ რაღაცა გამოვა. მათემატიკური თავარია ეს მათემატიკური ინდუქციის პრინციპი გესმოდეთ. გისმენთ, აბა კიდე რამე თუ გაქვთ. არა? ნუ გადახედეთ კიდევ და როდის გაქვთ 23-ში, ხო? დიახ. ესე იგი 3 შაბათია თუ 4 შაბათია? 4, ხო? აბა გისურვებთ წარმატებებს მაშინ და ბედნიერ აღდგომას გილოცავთ წინასწარ. ესევე ნახვამდის. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.